3-ია რა. მოიცით ეს ისე. მე-5 მე ვიყავ ისე. რავი, პირველი ამოვიდა. არის წაგარ. ბადრია. წინაზეც ვიყავი, მაშინაც თქვენ დავხდით ადრე. შარშან. შარშან წინ. არა. ნაყოფიო, არა, არსად არაფერი ნათესია რა ბატონო. ეხლა გავუშვა ამ ხა. როცა რა ჯერ აღები. ტობი, ცატავა ბადრი. დარაგებს რაღაცა. ტობი. პირველი ჯახი. ხო. არის ტობი, კურცხარი, ბადრი, ცატავა. ესე როცა აკეთებს დაუშალებ ყვალზეა ეხლა უთხარი და გააგზელები უნდა. დავიდა. ხო. აბამი. რა. ჩიტი იყო, ჩიტი. ჩიტი აფრინა. ჩიტი აფრინა. არა, ჩიტი აფრინა. მაშინ დაუშალე თუ არ რაღაცა აფრიდა მან და დაუძახე და მოხსენი. ჩიტი იყო მოხსენი. ჩიტი აფრიდა ბადი მაქედან. ეხლა დაიწყო. ნუ მოგროგოზდიო ბოლო. ენები და მზე. ეს ახარია, ის არის. აგერი ძახი სამწერი აგერა. ახალცი ძახი. ხო და რა ვიცი, აბა ნახე შენ სადაც სადაც შენგებულება. მაგასაც გიგო. ნელა არ გაიქ. არი ხმაურო და დაღლი მივიდო. ეგ არის ხოლმე მიადგეს. ხო. გაჩერდი. ანუ აკეთ. ეს მოგვარდება უკვე. ხაი, აი გადაულის თავს. ჯოხი იყო ჩარჯული. აი იმ ჯოხთან ჩაჯდა. მოდია. მივედი საწავიდა, სადაიცეს და მე 1-20 ორი წელი ამოაფრინე არა. თუ პატარა? არა, დიდი მაინც პატარა. ავეც მაგერიშ.
მიეცი მცადება ხმამაღლა ეხლა არ დაიძვრება ეგ ესე. ჰეცი. ჰეცი. ჰა. ჰეცი. Stop! 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 მოდია. ალურია. ია! აჰა. ვია, ხო? ვია იმას. არის წინ. სპილენა, უკრაი. ერთხმება. ია! წინ არ მომატყუო. მიდი. მიდი. წინ. აქვეზის, აქვე რა. აქვეზის. უკიდე ფიბინაზე ეგრე გზაგდი როგორ გავიღოთ? აქვეზის გაუში. არ გაყოლით ჩასიანა რო. აქვეზის და მიდი მეორე მუშაობა უნდა. სადაბა? აქვე აი ასპიდი. აი ამ მიმართულებით გაუ. თან ხარი კარგად აქვს, აქვეზის მიდი. მოდი. მეორე გაუში უკვე მეორე მუშაობა უნდა. მოგაყვირი ხარ აქვეზის ფინელი. მოატრიალი, აი აღარ წახვიდე. აი. იდი. რა გინდა სხვა ფინველია იქენ? შვენიერია რა გინდა? მიდი. წინ. წინ. Stop. სარტოկაზე მიდევს. მაგრამ მაინც გავაჩერე 2 მეტრი. ითიშება. გაიფკია ამ შუებამ. დავიდა გორში. დაუძახე თორე ვეღარ გააჩერებ მაგას. დაალაგა. ამას კიდე მანძილ ვერ გებულო, პირდაპირ ხედავ. იდი გაუწოდა, ახლა თოთი. ეგა. მოდი დეისკენ. არ გაჩერდით, არ გადმოხვიდეთ მინდორში. ეგ არის, აი მე სწორად მიდის თუ ეგ არის. გამოტოვე. აი დააკვირდი, საცაშდება რომ აღარ აი ხიზი რა ჩარდა. შუა ჩარდი. ხო, ხიზი რა. ოჩახ რო იყო, ოჩახ, მოდი ჩას, მოდი აქ ვნახოთ, მოდი. აი, წამ. ესაცობა ხო? მოდია.
ალაჯი ხოჩ მოგითხრა ისე წავიდა მეთქი მიადგება. აი შვაში არის აგერა, აი აქ. აი ეს შვაში ჩაჯდა რა. არა ის ჩიტი ეს დაზე ორ ხეს შორის იმიტომ გაიმეორე. ის ჩიტი იყო, არა წერი არაფერი. დიდი ახლდა. არა დაკარულია ყოხე და შეგება. შეიძლება გაულობის ხო? ო გარბი. მეთქი ისროლად. აი აზრის იმდენს ყველა შორს მიდიოდა ადამიანის დაძრა შეცახლე ვერ იმეორე. ეს ხანაც ყველა აკულა. ეს არის კონდენი სიტუაცია. ანდაღლები არ ვარგოდნენ მაგასაც. აღარ იმოძრავ. აი აგერ მოიყვა. აღარ იმოძრავთ აგერზე საკ. მოდი აი აღარ წახვიდი აგერზე, აი წინ აგერ ჩაჟდა პირდაპირ რა. ის ადას მიდის ხო? აი ეხლა მანდ უნდა იყლოსო საჰა. მეორე დავთხო. ხო, ცოტა იქედან აქ შედარებით რა. ესე მიადგება ეხლა. აი იმენა ბუჩქში ის ხის. აი აი მაგარი შმაულო არა და იქნებ მივიდეს რომ გაჩერდეს ეს. აი დავინახე ახლა უნდა მივიდეს აი თუ იდი. ნახე. როზე არ გაიფაროს. გაიგია. ისაც ოლოს. აი მოდი აი ხო. მიავიცარა ხო. რად გაეპარა დილით რომ მოვედი ადრე აი გააჩერა მანქანა ძაღლი გამოუშვა ბუტებს ის ქარი ქონდა ზურგის გამოუშვა და 15-ში წერი იპოვა რა აზრი არ არის ვიღაცა ის რახმოვიდა მე და ჯობოც ეს არ გადმოვიდა იქ მოისახმე შევუშვი მიდო შევშტო ეგოიდან და ნაბუზე წეროვაში და შენ ძაღლი ხო დადგა ნაბუზე ამოიყვანა გაიქცა და გაჩერდა და გაჭდა ხო
გავიცილ ხოიცი ცოტა გამოთლებას უნდა ყო, ჩემი თვალსაჩინო პრაქტიკითო ამასაკში რატომ გაიგეთ ისე და იგივე დაგიტოვა ფასი, ხო? რას ამბულანსი ჩამოგვიყვანდა, სოფიას ჩამოგვიყვანდა. და რას ამბულანსიდან ჩამოყვანას რა უნდა მაგდო. წახვალ ხო შენ? ვიცი რა ვიღაც მოყვანეს და $1 ისე. ერა ჩილა. ვახოს. კურცხარი ყო ზაზამაჩუკა ასტიშვილია. აქ მოტრიალებითაც უგან asta შულო დაწვა თავის ავტო. აქეთ მიიყვანენ. აი სადაც მიდის მანდარი ზუსტად, აი მანძი ზუსტად. აი უნდა იყოს ოსე თუ არ დააქვს ხო მანძი რა. ხო. ხო აი აქ ცოტა აი მან ზუსტად ხო ვა ია გაპაროლი მაგრამ ხო მე იპოვოს ძირს უგორა ძირს აგე გითხარი აგე কি আমার এই কোথায় এসে লিখলে ওই যে এগুলো রিপোর্ট გაჩერე ადგილზე აბუტო ნახე აბათ რა მაინც დაუძახი არის რომ არა დაიჭირე ხა დაიჭირე ერთი წუთი ადგილზე ნომოგრამი ახლა გაიძაბა აინტერესებდა ამის მიდან ეგრაპელი დაძაბული ბატონ ადგილზე დაიჭირე ავაზერი ეძებო მე სად არის შალაფაში აი ხო ნელაი აი სადაც მანდად ჩამირალი ხო ჩემაკის დაალაგა ხედავ ნიავილო დაალაგა მაგრამ მიდიმიტი ბიჭო ეგ არის
მაგარი ბიჭი. დაზუსტებული არ ქონდა, ხო? არ ქონდა დაზუსტებული. ერთი წლის არისო. მაგრამ თავს მოტრიანე. მოიცა აცალე. ეხან აფრინდა ხო? და აფრინდა? ეხან ხო იყო აქედან აი ის იყო ალო. ია ცოტაში გაბატია. კაია ძაი. კაი. იქეთ მე გასხალხია კიდე გასაყვანი და. კაი. კაი ბატონო. კაი. იგივე ხო ცოტა მეტი მონძილი იყო ხო კიდე ისე 10 მეტრამდე იყო რა ხო? არ გვინახია საერთოდ. უასი. დინა მოდი ნახე. დინა მოდი ნახე. ამოგოდი ნახე. მოდი ნახე. ახე ნახე გვერდზე გადადი დინა. წეღანაც ქონდა ეს მეორეა.
ნაჯდომია რა. და აი კარგად მიდის ახლა მიუშვი. ეგა კარგად მიდის. კარგად მიდის. ეგ არის მოუტრიალ მარჯვენ გამოიყვან გიო. ბეკი. ბეკი. არა მაქვს. შუშტოქზე და იმას არ. ბეკი. 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 всё აღარ იმოძრაო შენ. მაგას ვერა გააკეთე. თავს ხალღაზე ყოფს. ხალღაზე ყოფს, ხალღასო ეკასო გაუკეთებს, შევე უკვე ძალიან წელამდე ბოლოს არა თავი. ესე πως გავდები და ეს ამეტაინი კუონი. ეს ხასირზეზია ეს სახლი ესე? არა, აქ არის. აჯექი. აღარ დარჩა. ეხლა ხალხო ერთი წამით ისა. 6 ძაღლი გამოვცადეთ დღეს. პირველ რიგში მადლობა ყველა რომ მოდიხართ და ამემაშვით, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს ყველასთვის. სულ ყველას ვეუბნები, როცა რეკავენ, ჩემთან რომ ძაღლი თუ არ არის მომზადებული ხალხო, ნუ გამოვყავთ და სხვასაც ხელი ეშლება მე ამ დროს რა, რომ ან დაწყება ან რაღაცა და წინისყრით შეხვდა ბოლოს კარგ ძაღლს და შეიძლება იმას ხელი შეეშალოს. ეხლა რა შეეხება შედეგებს. 6 ძაღლიდან დიპლომი დაემსახურა 3-მა. ჯერ ამ იმეებზე ვთქვათ, რომლებმაც პირველი გამოვცადეთ ყურცხარი, რომელიც წელს დადგა იმითი, რომ გამოკიდებას გადაეჩვია, როგორც იქნა და უფრო მეტად ნადირობაზე იყო გადართული ძაღლი და მე კი ვიცოდი, რომ ძაღლი ნადირობდა, მაგრამ დიპლომი არ ქონდა და დაბალი ხულებით, მაგრამ მაინც დიპლომი დაიმსახურა, იმიტომ რომ ჩანს, რომ ფრინველს დახულობს და სანადიროდ გამოდგება. ამიტომ ამ ასაკში უკვე მე 6 წელშია და დიპლომი აიღო და კარგია რომ აიღო. შემდეგ გამოვცადეთ ამის მერე გამოვიდა ინგლისური სეტერი, რომელიც არ ყავდა ხო. ხო და ის სეტერი ძალიან აი რა გითხრათ რა, რომ აი მართლა თვალს სიამოვნებს. როდესაც ძაღლი ასე მუშაობს, ესა. სანამ ნაბულის დადგომის ჩათვლით. სულა idеალური დალაგებული რუიანზე დარბის ცხვირი სულ ჩართული 3 ფრინველი ნახა დაახლოებით 6 წუთში და ყლოსვის სიზუსტეში დაემსახურა მაქსიმალური პრაქტიკულად 9 კულა. მანძილები არ იყო დიდი, რა 4 მეტრი, 5 მეტრი, 6 მეტრი, აი 3 ფრინველი, აი ასე ამ მანძილებში ისახნა. მოკლედ ერთადერთი ის არის, რომ ყველაფერი სტილები, ყველაფერი კარგი აქვს და სული სტილიც იდეალურია. ნაბული რა თქმა უნდა მყარი და დაწოლილი ეგრევე ქვასავით ვარდება ძაღლი. ყოველგვარი რა ქვია, ახლო მიწევის ანუ ტოლვის გარეშე. ეს ეხლა რითია კარგი, როცა ძაღლი ესე უცებ რო გამორბის ძაღლი და დაწვა. და ფრინველი ამოიყვანა. აქედან უკვე ჩვენ ვიცით 100% დარწმუნებული ვართ, რომ სადაც დაწვა ძაღლი, იქედან იმ ფრინველამდე სუსტად ის მანძილია, ესე იგი არავითარი დაზუსტება არ დაჭირდა. 4 მეტრია, 5 თუ 6 ის არის ზუსტად იგზის ფრინველი, მაგრამ ერთადერთი ის არის, რაც ერთ-ერთი ყველაზე 10 ქულიანი ფასტება, აი ნაბული მაგალითად არის 5 ქულა. არის მიტანება, როდესაც ბოლო მომენტი, რომელიცაც ვთავრდება ძაღლის მუშაობა, რომ უნდა ამოაფრინოს ფრინველი და ესროლოს. და ძაღლი გათიშული წავს. საერთოდ აი არავითარი მცდელობაც არ ქონია და კიდე კარგია, რომ ამ დროს რომ ფრინველი მაინც აფრინდა რა, ან ხმაზე, ან რაღაცაზე, რომ ესა. აი ეგ აქ დანარჩენი ხო გითხარ. მაგარი ძაღლია. ნუ და იქ აი. ადგილი.
და მერე გამოვიდა. როქულია, მაგრამ ის არა რა, თვალის გადმოკარგული. მერე გამოვიდა აი ეს ბრეტონი ეს პატარა დაღლი. და 1 წლის არის ეხლა. და სასიამოვნო მუშაობა რა. 1 წუთი არ ჩერდება ცხვირის სულ ჩართული. აი კიდევ ვამბობ ხალხო ზოგს ეხლა რომ მოუხსნა ძაღლი 10 წუთის მერე ეწყინება და არა და ხო ატყობს მე რომ ძაღლი დადის, მაგრამ ცხვირი არა აქვს ჩართული. დარბის კი ბატონო, ან დაცუნცულებს, მაგრამ ცხვირს არა აქვს საერთოდ სურვილიც არა აქვს რომ მოძებნოს. ის ვახო ძაღლი კიდე გითხარით როგორ ჩარჩა რა. 3 ფრინველი მივა აუფრინდება. აფხობს ვერ ყნოსავს. საერთოდ შარშანაც ეგრე იყო და წელსაც. არა და სტილი რო შეხედა, ნუ დარბის ეხლა შეხედა, თავის წერა გისიამოვნებდა. არაფერი. ხო და ამ ძაღლზე ვამბობდი, აი ქოგერმის 1 წლის ძაღლი და აი რომ აი ამ პატარა ძაღლს უყურებ და ქსიამოვნებს რა, რომ დადის, ცხვირი ჩართული აქვს, 2 მყარენაბული გააკეთა, მიტანება ხა ეწეღა რაც ეტერს დააკლა. იმ სეტერს რო ესეთი მიტანება კონდეს, ალბათ 1.95-ს მოვადი. აი ტყვიასავით, როგორც ტყვია ისე. მყარენაბულიდან მივა ამოიყვანს. ეხლა მანძილი ეხლა რაც არის ეხლა 4 მეტრი იყო, მაგრამ დიპლომი აიღო. სეტერმა დაიმსახურა 76 ქულა, ბრეტონმა 73. ესე იგი 3 ხარისხის დიპლომით. ერთ კურსხარზე გითხარით რომ დაფრთხობა ჰქონდა 3 ფრინველი და ვერ დააფიქსირა. მეორე იყო ის აი ზაღლი რომელიც ისა და მესამედ რახარიც მაკია და არა აქვს მაგასაც ცხვირი ჩართული. ხო ხედავ მივა რაღაცა უნდა რომ ცდილობს, გაჩერდება, გადამდარზე გიროცა სიხარულია, ყველაფერი ყავის ძაღლსაც უხარია და ჩვენს გვიხარია და ღმერთმა ლამაზი დღეები არ გამოგვილიოს და ამათი წარმატებები გახარებული. მშვიდობიანი დილა გაგვიცენოს. ამინ. სავარია გამხელად იყოს, განწყობა ქონდეს. მოკლედ და ესე დღევანდელი საველე გამოცდა ეს ჩატარდა. გამოიცადა 6 ძაღლი, დაიწერა 3 დიპლომი. ნორმალური სიტუაცია იყო მეტნაკლებად პირობები, ყველა ძაღლს თანაბარი პირობა ჰქონდა, რამოდენიმეს უფრო მეტად გაუმართლა, იმიტომ რომ ნიავი შეხვდათ გამოსვლის დროს. არის ფრინველი, როგორც ინფორმაცია მაქვს, ყველგან არის საქართველოს ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ბიჭები იყვნენ დასავლეთიდანაც, კახეთიდანაც, თბილისის შემოგარენიდან და ფრინველი არის, ასე რომ ატარეთ, ძაღლები იმუშავეთ, დასკვნები გააკეთა ბატონმა დავითმა და გაითვალისწინეთ, რომ ჭირდება ძაღლს დიდი მუშაობა, რომ მიიღოთ სიამოვნება რა. არხის გამოწერა გავიწყდებათ, დააჭირეთ ხილაკს, გამოიწერეთ არხი და კიდე მოგაწვით სხვა ვიდეოებსაც რა. დროებით.